მოგესალმებით, მე ირინა ტორონჯაძე ვარ და დღეს ჩემი პოდკასტის სტუმარი არის დამოკიდებულების კონსულტანტი გიორგი მამალაძე, თუმცა სანამ ჩემს სტუმარს მივესალმებ და დიდ მადლობას გადავუხდი მობრძანებისთვის, უნდა გითხრათ, რომ აი ამ გამხსნელი პოდკასტით ჩვენ ვიწყებთ ციკლს კოლაბორაციას სარეაბილიტაციო ცენტრ გამოსავალთან, რომელიც მუშაობს დამოკიდებულ მიჯაჭვულ ადამიანებთან, ეს იქნება ნარკოდამოკიდებულება, ალკოჰოლდამოკიდებულება, აზარტული თამაშები, ასევე თანადამოკიდებულ ადამიანებთან. აი ამ ცენტრთან ერთად ჩვენ გვაქვს მისია, რომ ავამაყოთ ცნობიერება, გავზარდოთ თანაგანცდა, თანაგრძნობა საზოგადოებაში და უფრო ზუსტი და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ მაყურებელს, პოტენციურ დაინტერესებულ ადამიანებს და უბრალოდ იმ ადამიანებს, რომლებიც თანაუგრძნობენ და თანაზიარობაში მოდიან ამ საკითხთან და ამ პრობლემასთან. მოგესალმები გიორგი, დიდი მადლობა რომ ხარ ჩემი სტუმარი და მოდი წარადგინე შენი თავი და დავიწყოთ. მე დამოკიდებულების კონსულტანტი ვარ, წინასწარ ვიტყვი, რომ ორი როლიდან მომიწევს საუბარი, როგორც სპეციალისტი, იმიტომ რომ ჩემი პროფესია და სამსახური არის დამოკიდებულების კონსულტანტობა და ასევე შესწავლის საგანი. და ადამიანი, რომელსაც თვითონ აქვს გამოვლილი დამოკიდებულების. შენ თავად გაქვს ისტორია? კი, პრობლემა რეაბილიტაციის, გამოჯანმრთელების მოხმარების და ამ კონტექსტში ვილაპარაკებ. ეს ალბათ ორმაგად საინტერესოა ჩვენ. თან ნახეთ, აი კონსულტანტობა ჩვენს ორგანიზაციაში დამოკიდებულების კონსულტანტობის თავარი რგოლი ისაა, რომ ჩვენთან კონსულტანტები არიან ის ადამიანები, ვისაც თავად აქვს ეს პრობლემა გამოვლილი და რა თქმა უნდა, მე რაღაც პროფესიულად გადამზადებულები არიან. აი მოდი ზუსტად აი ამ სიახლით მინდა დავიწყო, როგორც ვიცი, სარეაბილიტაციო ცენტრ გამოსავალში გაიხსნა კონსულტანტებისთვის სკოლა, ხო? აი რას გულისხმობს ეს? მოკლედ აქამდე გამოსავლის არსებობის განმავლობაში რაღაც ინდივიდუალურად უწევდათ კონსულტანტებს, რაღაც გადამზადებულიყვნენ, მომზადებულიყვნენ, რაღაც თვით პრაქტიკა იყო და იქ თვითონ ვითარდებოდნენ მოკლედ სხვადასხვა ლიტერატურით და ამას უფრო ფორმალური სახე მიეცა და თან სტანდარტი იქნება ერთი სიტყვით შეუძლიათ ამ სკოლაში მიღებული ცოდნა არა მარტო გამოსავალში ამ ადამიანებმა, არამედ სხვა ორგანიზაციებში რაღაც პრაქტიკაში გამოიყენონ, ხო? აი რას გულისხმობს? აი რამდენხნიანია ეს სკოლა? 6 თვიანია. პირველი 3 თვე არის თეორიული მომზადება ამ ადამიანის, ან თეორიული ბაზით და რაღაც ინსტრუმენტებით აღჭურვა და შემდგომი 3 თვე არის ამის პრაქტიკაში გამოყენება. ანუ უკვე თვითონ ჩვენსავე სარეაბილიტაციო ცენტრში სხვადასხვა ასე ვთქვათ, მიმართულებით ეს დახურული ცენტრი იქნება, დღის ამბულატორიული ცენტრი იქნება, თანადამოკიდებულების კონსულტაცია იქნება თუ ასე შემდეგ გადანაწილდებიან და იქ გაივლიან უკვე პრაქტიკას, შეხებაში ინტეგრაციას გააკეთებენ. რა მაინტერესებს იცით? აი რომ დაამთავრებენ ამ სკოლას, შემდეგ რაღაც სერტიფიკატი აქვთ თუ რაღაც ოფიციალური ესე ვთქვათ, აქვთ რაღაც ოფიციალური ქაღალდი, რომელიც ამბობს, რომ კონკრეტული კომპეტენცია აქვს ადამიანს. ჩვენი ორგანიზაციის და ვფიქრობ ამ სერვისში გარკვეული სტანდარტი უჭირავს ჩვენს ორგანიზაციას და პირველი სარეაბილიტაციო ცენტრია, ამასაც აღნიშნავ და თანაც კიდე ამის მეორე მხარე ისაა, რომ ნახეთ, რატო გახდა ამის საჭიროება. ბენეფიციარები, რომლებიც რეაბილიტაციას გადიან წარმატებით და მოტივირებული არიან, რომ თვითონაც გააგრძელონ ეს ფხიზლად ცხოვრება და ასევე ენთუზიაზმი და სურვილი ჩდება, რომ ეს გადასცენ სხვა ადამიანებს და სხვა ადამიანებს დაეხმაროთ, ხო, იმიტომ რომ ეს ან რაღაცა მნიშვნელოვანი ხდება მათ ცხოვრებაში, თუმცა არსებობს ესეთი ფენომენი, გამოჯანმრთელების ეიფორია და ამ დროს რაღაც ეიფორიულ მდგომარეობაში არიან და ხშირ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ არ იყოს მზად ადამიანი იმისთვის, რომ მაგალითად ჩაერთოს უკვე როგორც დამხმარე კონსულტანტი, იმიტომ რომ ერთია შენ ჯანმრთელდები და მეორეა სხვას ეხმარები, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ ემოციურ წვებებთან ასოცირდება. შეიძლება იყოს წინაღობა ამას. წინაღობა და ამის მე აი უკვე ჩემს ცოტა რაღაც ამბავსაც რომ მოვყვები და ჩემს გამოცდილებასაც იქ უფრო დეტალურად აი რატო არის ეს საჭიროება, კიდე მაყურებელი კიდე უფრო კარგად მიხვდება და თან შეიძლება ამ დროს მიხვდეს, რომ საერთოდაც არ უნდა ამ ადამიანს ან არ არის მისი კონსულტირება, იმიტომ რომ გარკვეულ რაღაც ემოციებთან ასოცირდება, გარკვეულ რაღაც
უნარებთან და ასოცირდება. ანუ აი ამ სკოლის განმავლობაში ამ ადამიანს ექნება საშუალება რომ მართლაც გაარკვიოს ეს უნდა თუ არ უნდა უნდა მართლა ტრენერად ჩამოყალიბება. ყველა ვარიანტში ეს მისი გამოჯანმრთელებისთვის და ცნობიერების და ცოდნის ამაღლებისთვის კარგია და თან ამის კიდე პლუსი არის რომ ეს ბენეფიციარი ისევ ახლოს არის გამოჯანმრთელების პროცესთან, იმ კონსულტანტებთან, იმ ადამიანებთან, ვინც თავიდანვე დაიწყო მასთან ეს რაღაც დამხმარე თანამშრომლობა. ანუ ერთის მხრივ ეს სკოლა იქნება პროფესიის შეძენის საშუალება, მეორე მხრივ ასევე მის გამოჯანმრთელების პროცესს ეხმარება, რაღაც მის სოციალური გარემო ისევ რაღაც ასოცირდება რაღაც ამ ადამიანებთან და თან გამოარკვევს არის თუ არა მართლა მისი სურვილი, იმიტომ რომ ეს ეიფორია რაღაც პერიოდის მერე გადადის და უფრო რაციონალურად წყვიტავს ხო ეს ადამიანი უნდა თუ არა ამის გაკეთება და თანაც ეს დამაზიანებელი ფაქტორიდანაც მოხსნილი იქნება, რომ პირდაპირ რაღაც ეს მალევე დაიწყოს ხო ეს ურთიერთობა თვითონ ეს წვავე პრობლემის მქონე ადამიანებთან. სადაც ბუფერული ზონა იქნება, და თან ასევე იქნება რაღაც სტანდარტი, რომ მას შეიძლება თქვას, რომ უკვე რაღაცა ბაზა აქვს. კი ბატონო, სხვაგანაც გამოიყენოს რა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. შენ ახსენე ეიფორია ხო გამოჯანმრთელების. აქვე პირველი ასოციაცია გამიჩნდა, რომ ალბათ ეს ეიფორია თავიდან ძალიან რაღაც სუპერ мотиваციას იძლევა და შემდეგ შეიძლება მოხდეს ჩავარდნა და რელაფსი. არ ვიცი ეს რამდენად კავშირშია, მაგრამ ეხლა მეორე კითხვა, გამოჯანმრთელების ეიფორიის კიდე მიუბრუნდები შენ პირად ამბავთან დაკავშირებით. მე ახლა მაინტერესებს, აი რელაფსის პრევენციის კურსიც აქვს. გამოსავს ესეც ახალი კურსი. ნახეთ, ეს უკვე სკოლა დავიწყეთ, რელაფსის პრევენციის, რა ქვია, კონსულტანტთა სკოლა. აქ ერთი დავამატებ, რომ სამ თვეში ერთხელ რაღაცა გარკვეული რაოდენობის ადამიანები შეიკრება, ანუ ახალი ვერ დაემატება, მე 3 თვის მერე ისევ ახალი, ესე ვთქვათ, ხო შედგება ჯგუფი. რელაფსის პრევენცია ჯერ არ დაგვიწყია, მაგრამ იგეგმება. და ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რელაფსი ფაქტობრივად აი გამოჯანმრთელების შემდეგ აი იმ რაღაც პირველი 3 რიჰაბის 3 თვის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. თავისთავად დახურულ ცენტრშიც და დღის ცენტრშიც მე სადაც კონსულტანტი ვარ, რელაფსის პრევენციაზე მუშაობა მიდის, ეს თვითონ რეაბილიტაციის აი შეგიძლია ცოტა გაგვიზია რომ რაღაც საერთოდ რას ნიშნავს პრევენცია, როგორ უნდა ზოგადად რელაფსის პრევენცია არის იმ უნარჩვევების და გამკლავების სტრატეგიების შეძენა, რაც დამიცავს იმისგან რომ არ მომივიდეს ან წაცდენა ან ჩავარდნა ასე შემდეგ. ხო, მოდი მაყურებელს ვთქვათ რომ რელაფსი იგულისხმება რომ ჩავარდნა, ანუ დაბრუნება მოხდება. რელაფსი, რეციდივი სინონიმებია ქართულად ჩავარდნა. ეს ნიშნავს დაბრუნებას იმ ძველ ქცევასთან, საიდანაც ადამიანმა გამოჯანმრთელება დაიწყო, თუმცა არსებობს ფენომენი ესეთი წაცდენის ფენომენი, ერთჯერადად მოხმარება, ერთი დღის მოხმარებას ნიშნავს, რომელიც შესაძლებელია გადაიზარდოს ამ სრულმასშტაბიან რეციდივში. ამისი პრევენციაც აი ამ ჩვენი კურსის, ასე ვთქვათ, სამიზნე ადამიანები, ვის შეეძლებათ, ხო, აქ ვისაც აქვს წამალდამოკიდებულების აშლილობა და იმყოფება რემისიაში, ანუ შესაძლებელია ჩვენთან აქვს რაღაცა სერვისი მიღებული ჩვენგან ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციაში, ან საერთოდ არ აქვს სერვისი მიღებული და რაღაც თავისი ძალებით ადამიანმა შეინარჩუნა, ხო, ესეც ხდება რაღაცა სიფხიზლის ვადა და ხედავს რომ რაღაც ვერ მიდის კარგად, ან რაღაც კიდე ახალი სჭირდება და თანამედროვე გაგებით ადრე რელაფსი და რეციდივი ითვლებოდა რაღაც სრულმასშტაბიან კრახად კურნალობის და რაღაც თითქოს ესეთი შთაბეჭდილება არა, ესეთი მიდგომა იყო, რომ ყველაფერი წყალში ჩაიყარა და ახლიდან უნდა დაიწყოს და ეს რაღაც უარყოფის მექანიზმი ახლიდან არის აპრობლემის სამუშაო. თუმცა დღეს ეს კვლევები და თანამედროვე მეცნიერება სხვა რაღაც ისახის და ესეთი ფრაზაც არის წესი უფროა რელაფსი ვიდრე გამონაკლისი. იმიტომ რომ გამოჯანმრთელების თამდევი ნაწილია და შესაძლებლობა გეძლევა თუ ესეთი გამოცდილება გაქვს რელაფსი მოხდა ან წაცდენა ეს აქციო შენს გამოცდილებას და დაგეხმაროს შემდგომში უფრო სწორი მიმართულებით წაიყვანო შენი გამოჯანმრთელების გზა. ანუ რელაფსი ფაქტობრივად ნაწილია ნაწილი არის და შესაძლებლობას იძლევა რომ ეს აი კურსი ჩვენი იმის შესაძლებლობას გაძლევს რომ ეს გახდეს შენი დამხმარე. აი ეს მომენტი რაც შეიძლება მოხდა შენ ცხოვრებაში ან შესაძლებლობა არის რომ საერთოდ არც მოხდეს, იმიტომ რომ
მინახავს ბევრი ადამიანი რომ ამ გზაზე რომელიც ისე მიდის რომ არც ჩავარდნა არ აი ეს არ არის აუცილებელი რომ მოხდეს თუმცა თუ მოხდა არც ეს არ არის კი კატასტროფა ბატონო. გიორგი, მოდი ახლა გადავიდეთ ძალიან ესეთი სენსიტიურიც არის ალბათ შენთვის და მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ყოველთვის თვით იდენტიფიკაცია ხდება ხოლმე, როდესაც ადამიანი თავის ამბავს ყვება ერთის მხრივ და თან გაცილებით უფრო თვალნათელი მაგალითია, როცა ესეთი ტრენერი არის ის ადამიანი, რომელსაც გაიარა ეს გზა რაღაც წიგნებიდან და თეორიიდან კი არ გვესაუბრება, არამედ თავისი გამოცდილებიდან. როგორ მოხვდი შენ გამოსავალში და რა გზა გაიარე? ხო და აი ეხლა ამ ყველაფერს მოვყვები და ამასთან ერთად კი, კიდე ბატონო. ამ რაღაც პროფესიულ აუცილებლად. ნაწილზეც კი, ვისაუბრებ. მე თვითონ მოხმარების გამოცდილება მაქვს წლების და ამ ცენტრის შესახებ უბრალოდ ოჯახის წევრებისგან გავიგე და მივედი დახმარების სათხოვებლად და ჩვეულებრივად გავიარე სამთვიანი დახურული რეაბილიტაციის კურსი რეჰაბს რასაც ვეძახით და საკმაოდ თვლი წარმატებით, იმიტომ რომ რაღაც მოდი ახლა სანამ ესე ადვილად გადახდი შენ მე ვიცი მაქვს კომუნიკაცია და ვიცნობ გამოჯანმრთებულ ადამიანებსაც, გამოჯანმრთებაში მყოფ ადამიანებსაც და შესაბამისად ვიცი რომ ეს მარტივი პროცესი არ არის როგორც ხო ანუ ნახე რა მაინტერესებს ხა პირველ რიგში და ალბათ მაყურებელსაც ეს აინტერესებს ყველაზე რთული რა იყო იმიტომ რომ 3 თვე რამოდენიმე მომხმარებელი იმყოფება ფაქტობრივად ჩაკეტილ სივრცეში, სადაც არის თავის შიდა განაწესი, სადაც დილის 8-დან საღამოს 9-მდე გაწერილია მთელი პროგრამა, სადაც უკვე შენზე მორგებული აღარ არის, ხო? მოცემულობა, შენ უნდა მოერგო რაღაც ახალი მოცემულობა უნდა მიიღოთ ამ სრული სიფხიზლის პირობებში. ცოტა შორიდან დავიწყებ, მაშინ კიდე უფრო შორიდან დავიწყებ რა. აი ეს რა შეიძლება იყოს რთული. საერთოდ პრობლემის მქონე ადამიანისთვის რა. მე თვითონ სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობდი და კი და დავამთავრე აი სხვათა შორის რეაბილიტაციიდან რო ჩამოვედი. ერთი სემესტრი მქონდა დარჩენილი და ფინიში მივიყვანე მოკლედ ჩემი სწავლა ამ უნივერსიტეტში, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და ბავშვობიდან მინდოდა ექიმობა. თუმცა ეს დაავადება დამოკიდებულებას არ აინტერესებს ვის უნდა ექიმობა, ვის უნდა რაღაცა მინისტრობა და ასე შემდეგ რა. და ჩემი სწავლის პროცესში ეს დაავადებას თავის აქტიურ ფაზაში იყო და სულ მოვიხმარდი, მაგრამ ეს სამედიცინო ცოდნა, ეს ფიზიკური მხარე მახვედრებდა იმას, რომ ეს პრობლემა იყო, ამას უკვე ხვდებოდი, თუმცა ეს იმდენად სიღრმისეული დაავადება, რაზეც რაღაც მეტნაკლებად ალბათ ვისაუბრებთ და შემდგომ პოდკასტებში ისაუბრებენ თემას, ძალიან კომპლექსური საკითხი და ეს არ არის მარტო ადამიანის რაღაც ბიოლოგიურ მხარეს, ასევე ფსიქოლოგიურ, სოციალურ, სულიერ ნაწილს ეხება და ეს ვიცოდი, რომ ეს პრობლემა იყო, მაგრამ არც ამის აქედან გამოსავალი ვიცოდი, არც დიდად ცვლილების სურვილი ჯერჯერობით არ მქონდა, მაგრამ რაღაც მომენტში ყოველთვის ისეთი კრიზისი დგება, რომ გიწევს, რომ რაღაცა აი ახლა უნდა შევცვალო და ჩემ შემთხვევაში ეს იყო ფიზიკური პრობლემა, სულის შეტევა დამემართა, მიოკარდიობის ინფარქტი და ეს ხდება ისედაც ფსიქოლოგიურად ფიზიკური ზიანი ეს არის ძალიან დიდი мотивация იმისთვის რომ ცვლილება დაიწყო თუმცა აქ არის ერთი უცნაურობა რომ ძალიან ხან მოკლე თუ მალევე არ მოხდა ამ ფიზიკური ზიანის დროს ცვლილებების დაწყება შემდგომ ისევ თუმცა იმ მომენტში ძალიან ძლიერი ისაა რა ეს რამდენი წლის მომხმარებელი ყავ როდესაც ესეთი შედა 9 წლის 9 წელი და სხვათა შორის უნდა აღვნიშნო, რომ იმ კლინიკაში, სადაც მკურნალობდი, შეამჩნია ჩემმა ექიმმა, კარდიოლოგმა, რომ ძალიან დეპრესიული ხარო იციო, ანუ რაღაცა რომ ამ იმის უკან ფიზიკური დაავადების უკან რაღაცა იდგა ეს შეამჩნია, ეს ძალიან ძაფრად მახსოვს, იმიტომ რომ პირველი დაფიქრება იყო ამ დროს ჩემთვის, რომ აი ხო, მე მგონი რაღაცა დახმარება მჭირდება, ანუ რაღაცა კიდე უფრო დიდი მიჭირს, ვიდრე რაღაც აი ხა რაღაც ნივთიერებების ოვერდოზი ან რაღაცა ესეთი რა. ზედაპირიდან ცოტა უფრო სიღრმეში გადავიდა ჩემი ფიქრი. თუმცა მალევე ვერ დავიწყე. კიდე 3 თვე გაგრძელდა ეს, მაგრამ რაღაც აი ეს იყო რაღაც წინაპირობა იმის, რომ ეს ფიქრი და აი ეს დაწყებული იყო, იმიტომ რომ
მე ხდება რომ თვითონ მოხმარებას აქვს გარკვეული სტადიები, რომ თავიდან რაღაც შენი მეგობარია, ხო, ეს ნივთიერებების საჭიროება. მე ამასთან ერთად ცხოვრობ, ანუ უფრო ღრმად შემოდის, მაგრამ ცხოვრების რაღაც ასპექტებს უმკლავდები, მაგრამ მე მთლიანად მოცული ხარ ამით, ანუ რაღაცნაირად ესე ვიძახი, რომ ცხოვრობ, რომ მოიხმარო, ხო და ამ დროს დგება მომენტი, როცა უკვე ეს არაფერს იმისეც აღარ გაძლევს, რასაც აქამდე გაძლევდა და და პირიქით გართმევს უკვე შენს გართმევს და ხო აი ის შვებაც აღარაა რა, აი ესეთი ფრაზა არის, რომ მოხმარებით და მოხმარების გარეშეც ადამიანი სუდად არის და იტანჯება, ხო? და აი რაღაც აი ეს კრიზისი დააჩქარა ფიზიკურმა იმან და ამ რაღაცა ხო და გაიგე ამ დროს გამოსავალი შესაძლოა და მივედი, მოკლედ თუმცა გახსოვს აი ეს პირველი შეხვედრა პირველ დღე, აი პირდაპირ იმედი ჩაგესახა თუ ჯერ სკეპტიკურად იყავ? ნახე, იქ ჩემი ოჯახის წევრმა მითხრეს, რომ ამ ორგანიზაციაში უნდა მივხედოთ და იქ Facebook-ზე რომ ალბათ ყველას აქვს ეგ რომ ეს ათვარიელებს წინასწარ, აი კონსულტაცია მაგალითად ორშაბათს და კვირაა და ეხლა ვათვარიელებ და იქ რამოდენიმე ადამიანის ჩანაწერი ხარ, როგორც მაგალითად შეიძლება ჩემი ჩანაწერი იყოს და ეხლა რაღაც ორგანიზაცია ვიღებთ ხოლმე პატარა შორთებს. და მან დრო ნახე ეს ადამიანი ვის ლაპარაკობდა ისე ლაპარაკობდა რომ ეს ემოცია და აზრი მოდიოდა რომ ჩემ ენაზე რა რაღაც ძალიან გასაგებად რა თან ალბათ თან იმ მომენტში როცა უკვე შენ თვითონ რაღაცა ცვლილების დაწყება გინდა და რაღაც ენთუზიაზმით ვიყავი განწყობილი რომ მე მგონი რაღაც კაი ადგილას მივდივარ რა შეიძლება დამეხმარო მაგრამ აქ მეორე საკითხია რომ არასდროს დამოკიდებულ ადამიანს ესე არ უნდა მოხმარების შეწყვეტა შეიძლება ესეთი სრული იყოს, მაგრამ რეალურად უნდა ის ამ ცუდად ყოფნიდან გამოსვლა. ცუდად კარგ მომენტს ამბობ ხარ. კი, ძალიან მნიშვნელოვანი. ხანდახან მეც მოვტყუებულა, რომ აი ძალიან მინდოდა რა თითქოს რომ ამ ყველაფერ აი მოხმარებას, რაც ნივთიერებებს თავი დავანებო. თუმცა ეს ძალიან უცებ ინფორმაციას გებულობ, რომ ეს ქრონიკული დაავადებაა და პროგრესირება მასშტაბიანი ისა საჭირო სისუფთავე და სიფხიზლე, რომ შენ რაღაც იფუნქციონირებო, რომ კარგად იყო და ეს ძალიან დიდი შოკია რა ამ დროს და რეალურად ეს ამაზე ხელს ვერ აწევა. ხო, ანუ ესე ფაქტობრივად გინდა რომ ცუდად ყოფნა. იმდენად ცუდად ხარ რომ დახმარებას ითხოვ, მაგრამ ეს ძალიან სასიცოცხლო მნიშვნელოვანია. ეს თვითონ დამოკიდებულების ბუნებაშია, რომ თვითონ ჩვენი მოდელი და ეს მინესოტური მოდელი, რაც რეაბილიტაცია არის ჩვენი რა მოდელსაც ითვალისწინებს, რაც მსოფლიო რეაბილიტაციების 60-70% ამ მოდელს მიყვება, მისი ფილოსოფია არის, რომ დამოკიდებულება ადამიანში ბევრად ადრე ვითარდება. ვიდრე ის მოხმარებას დოზას მოიხმარს, ან პირველ ბეჭს გააკეთებს, ან რამე მსგავსი, ხო? და ეს რაღაცა მარტივად რო ვთქვა, ეს რაღაცა შინაგანი სიცარიელის შევსების იმდენად მნიშვნელოვანი წყაროა ეს მოხმარება, რომ აი ფარხმალი, ამით უმკლავდები საერთოდ ყველანაირ სტრესს, ყველანაირ ცხოვრებისეულ ყველანაირ სიტუაციას, ხო? და ეს ძალიან ამაზე გეუბნებიან, რომ ამაზე უარი, ძალიან შოკია, ხო? და თითქოს თავს აჯერებ, რომ არა ეს გინდა, მაგრამ პროცესში ხდება. ხო, აი უკვე დგება რეაბილიტაციის პროცესი რა. ან შეიძლება იყვნენ ადამიანები მართლა რო არ უნდათ, არ ვიცი, მაგრამ ალბათ ცოტა იქნება ისეთი რა, ჩემი გამოცდილებით. და დავთანხმდი და ანუ ეს არის რომ ერთი თვე შეგეუნებიან რომ აი თავიდან ერთი თვით ადი, მაგრამ თანახმა ვიყავი რომ სამი თვე რომ ძალიან დაღლილი შეშინებულის და ესე ვიყავი რა. მოტივირებული ვიყავი რომ შემეცვალა რა, რაღაცა შემიქცევა. ერთი თვე ერთ-ერთ კონსულტანტს დავსდებდი და ვეუბნებოდი რომ აი ხა გამაგებინა მეთქი 6 თვის შვილი ყავდა მაშინ. ქორწილში, მის ქორწილში რატო არ უნდა დავლიო მეთქი რა? რამდენი წლის მერე ან იქნება ან არა, ხო? ან просто ეს ვერ ვხვდებოდი, ვერ ვხვდებოდი არ შეიძლება ვხვდებოდი, მაგრამ ამის მიღება ძალიან რთული იყო რა, ერთი თვე ამ აზრს ვეჭიდავებოდი რომ რატო რანაირად, მაგრამ აი ეს პროცესი ხდება, მიდის რაღაც ცვლილების პროცესი და აი მოდი ხა გავშლი შიგნით რა ხდება, ხო? თვითონ ეს მოდელი, მინესოტური მოდელი რა არის რეაბილიტაციის, რომ 12 ნაბიჯის ფილოსოფიას ითვალისწინებს და მის პრინციპებს, როდის მე თუ ვექნება დრო ორი სიტყვით ვილაპარაკოთ, ამასთან ერთად ფსიქოთერაპია მიმდინარეობს ადამიანის ჯგუფური ფსიქოთერაპიები და ინდივიდუალური ფსიქოთერაპიები, მიმდინარეობს ფსიქოგანათლება, თან ამ როდესაც ბენეფიციარის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს მის ოჯახის წევრებთან ცალკე მიმდინარეობს ეს რაღაცა ფსიქოგანათლების
პროცესი. მისი სულისკვეთება არის, რომ თანასწორობა ჯგუფში და მიმღებლობა ერთმანეთის და მულტიდისციპლინირებული მიდგომა არის, რომ ანუ იქ არის ექიმიც, ფსიქიატრიც, ექთანიც, დამოკიდებულების სპეციალისტიც, ფსიქოლოგიც, რაღაც ჯგუფის კაპიტანი უკვე ეს დიდი ხნის იქ ყოფი ბენეფიციარი რაღაც წინააღმდეგ და აი ესეთი მულტიდისციპლინარული მიდგომა არის და რაღაც გარკვეული განრიგი აქვს, რასაც აი როგორც თქვი, ამაში უნდა ჩაჯდე და ეს რაღაც შენ ვერ მოგერგება. ეს ამის თერაპიული დატვირთვა აქვს რა ის თვითონ დახოვული ცენტრის. რამდენად გიჩნდებოდა აი პროტესტი, რომ აი რაღაცების ჩემ ჭკუაზე მინდა გავაკეთო. მე ვიტყვი გულწრფელად, რომ ბევრი პროტესტი არ მიჩნდებოდა. თუმცა აი ხედავდი, რომ ეს პროტესტი ჩნდებოდა, მაგრამ აი უფრო მე თვითონ იმაშველოდი რა, არა, ამის დრო არა, თორე რაღაც ჩნდებოდა ეხლა. ვიტყვი, მაგრამ ისე არა, რომ ამას ხელი შეეშალა ჩემთვის ან მე ავსულიყავი იქ წინააღმდეგობაში, ხო? და უბრალოდ ეს ძალიან რთული იყო. ჩემთვის განსაკუთრებით რთული იყო დილას ადრე ადგომა. ხო, ეს თავიდან ძალიან მიჭირდა. მოკლედ, პირველი ერთი თვე რატოა სამთვიანი და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ კურსი ბოლომდე მიიყვანოს ადამიანმა, რომ პირველი ერთი თვე მაინც არის ადაპტაცია გამოფხიზლების. ერთ-ერთი ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ნულოვანი რგოლი გავლილი უნდა კონდეს გამოჯანმრთელების, რაც არის დეტოქსიკაცია, ქიმიური ნივთიერებების მოხმარების შემთხვევაში და ფიზიკური აბსტინენცია არის. ფიზიკური აბსტინენცია და თუ იქ რაღაცა მედიკამენტოზური ჩარევა საჭირო, ვიღაცას ანტიდეპრესანტი ჭირდება, ვიღაცას საძილე ჭირდება, ამ ხრივ უზრუნველყოფილი იყოს ბენეფიციარი და მაინც ამ დეტოქსიკაციის მერე თვად გამოფხიზლებული არა არც ნერვული სისტემა და არც ფიზიკური სხეული და ერთი თვე თვითონაც ბენეფიციარების ესე აღწერენ, რომ აი რაღაც გამოფხიზლებას გავს რა და მეორე თვეს მიდის უკვე აქტიური სწავლა, არ ვიცი, ეს მოსმენაც უფრო მეტად ცნობიერი ხდება, ხო, უფრო მეტი ინფორმაციას გებულობ, უფრო სახაზრზე ხარ და ამ უნარჩვევების დაუფლება. როგორ იცხოვრო ფხიზლად. და თან პატარა მიკროსოციუმია შექმნილი, ხო, იქ რამდენიმე ბენეფიციარი არის, იქ რაღაცა სიტყვაზე არეულია, კონსულტანტები რაღაცეები. ამ მიკროსოციუმში ფუნქციონირებას სწავლობ, რომ ანუ შემდგომ საზოგადოებაში რაღაც ეს მოდელია, რომ იქ ყველას თავისი ფუნქციაა გადანაწილებული. მაგალითად, ვიღაცას აღვიძებს, ვიღაცა დისციპლინას აქცევს ყურადღებას, ხო, რაღაცა მაგალითად, რომ აი მოხმარებაზე ხშირ საუბარზე მივიდეს და სიტყვაზე გაფრთხილება მისცეს, რომ ხელშეგვიშლის. ვიღაცა ჭურჭელს რეცხავს, ვიღაცას მაგალითად სარეცხი ავალია. თვითონ ბენეფიციარებს აქვს გადანაწილებული რაც სახლის მოწესრიგება, ხო? ანუ პასუხისმგებლობების აღება სწავლობ და თან რაღაც პატარ-პატარა მიკროსოციუმის ფუნქციები გეკისრება და ამასაც თავისი თერაპიული დატვირთვა აქვს. ჯგუფები არის ფსიქოთერაპიული ჯგუფური სესიები ტარდება, საინფორმაციო სესიები, არტ თერაპია, ინტერპერსონალური ურთიერთობების ტრეინინგი, თვითდახმარების ჯგუფები, როცა ადამიანების ბენეფიციარები უბრალოდ თავიანთ გრძნობებზე ლაპარაკობენ და დავალებები აქვთ რაღაც გარკვეული საწერი და ეს რაღაც ისე კატეგორიებად იყო. აი მაგალითად პირველ თვეს ერთად იწევს წარსული მოვლენებზე რაღაც დავალებების წერა, რომ მაგალითად ეს მნიშვნელოვანია, რომ შენი დამოკიდებულება, დაავადება, სხვა რაღაც საზოგადო ისინიც აქვს სიმპტომები, მაგრამ ინდივიდუალურად ყველაში განსხვავებულად მიმდინარეობს ასე თუ ისე და ეს შენში როგორ ვლინდება დაინახო. აი რაღაც გაკონტროლების მცდელობა როგორ სრულდებოდა, რაღაცა იქ დანებების მცდელობები, ეს რამ მოგიყვანა აქამდე ეს კრიზისი და ეს უფრო წარსულს იკვლევ ამ დაავადების ჭრილში. შემდგომი ნაწილი აი მეორე თვეს უკვე აი აწმყო მდგომარეობაზე. აქ ახლა რაც მიმდინარეობს პროცესები, დავალებებიც ამ სტილის არის, ხო და შემდგომ უკვე აი მომავალი აუცილებლად დასაგეგმია და ეს რაღაცა გრძელვადიანი მიზნების დასაგეგმია და მოკლევადიანი მიზნების, ხო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია აქ ადამიანის мотиваცია, რისთვის უნდა რომ იყოს ფხიზელი და თან ამას უნდა მიაგნოს თვითონ. ეს ფსიქოკონსულტირებაც ისე მიმდინარეობს, რომ ეს мотиваცია აღმოაჩინოს თვითონ, იმიტომ რომ ჩემი мотиваცია არავის არ გამოადგება, არც სხვისი мотиваცია გამომადგება, ხო, აი რაღაც ჯანმრთელობა ძალიან ისეთი კარგია, ხო? და მე ვუნები რომ ჯანმრთელობისთვის იყავი ფხიზელი. მაგრამ ეს შენ მეუნები, იქნებ მე არ მინდა ჯანმრთელობა, სხვა რაღაცისთვის მინდა. პირობითად ვიზახ, ხო? ეს მაგრამ იმიტომ რომ ყველა ადამიანში შიგნით არის ის რესურსი, ის мотиваცია, რაც აუცილებლად დაეხმარება, რომ სიტყვაზე დარჩეს ფხიზელი და განვითარდეს, ხო? შენ ეს ყველა ეტაპი გაიარე 3 თვე მოგიწევს, ხო? ნუ თუ
მივუყვები წამოსვლაზე არ ნახე, გიფიქრია? მივუყვები მქონდა ეგეთი ცუნებები? ერთადერთხელ ისიც აი სერიოზულად არა ვიტყვი რა, რაღაცნაირ აი აქ ძალიან კაი რაღაცა არის, რომ არასდროს მაქამდე ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, რომ არც ერთი დაწყებული საქმე ბოლომდე არ მივიყვანია. აი უნივერსიტეტი რო ვახსენე, ბოლომდე არ მქონდა, ეხლა მე 9 წელი იყო გასული, დამთავრებული ჯერ არ მქონდა რაღაც იმას, რომ და აი რაღაცა საქმეები დამიწყე. ესეც რაღაცნაირი სიმპტომია დამოკიდებულების. თან მე მოხმარება ხელს გიშლის, რაღაცებს ვერ დამთავრებინებს და თავიდანვე ჩემ თავს ვუთხარი, იქ რო ავედი, რომ აი ეხა მეთქი. ამას ბოლომდე მივიყვან მეთქი რა. აი ერთადერთ რაღაცას მეთქი და ეს რაღაც მძაფრი ის მქონდა რა, ჩემთვის ის ნათქვამი ის. რომ ამ რაღაცას ბოლომდე მივიყვან მეთქი და ეს მიცავდა ალბათ იმისგან, რომ რაღაც ისინი არ შემოსულიყო და თან რა იყო. ბოლო მესამე თვეში მახსოვს ეხა. რაღაც არასკევს წამოვიდოდი ორშაბათს. დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა რა, ეხლა სესიების მხრივ დავალების მხრივ თითქმის ყველაფერი ბოლოში მქონდა გაყვანილი, ახალს იქ ვერაფერს ვერ გავიგებდი, მაგრამ აი ვადა მეწურებოდა რაღაც არ მახსოვს პარასკევი რო შევედი, მაგრამ მახსოვს რაღაც 2-3 დღე იყო ხა და გენატრება უკვე იქ რაღაცა ოჯახი, შვილი რაღაც გინდა და მაგრამ აი ეს აზრი რო ეს უმახსენდებოდა რა შენ ხო თქვი რომ გონია რომ ეს ძალიან მეხმარება დღესაც რომ პირველი შემთხვევა იყო სადაც თვითშეფასებაც დაბალი თვითშეფასებას ერთ-ერთი სიმპტომია დამოკიდებული ადამიანის ეს ბუნების და ამ პროცესმა ამიწია თვითშეფასება. აი პრეცედენტი დადგა ჩემს ცხოვრებაში რომ მე რაღაცა ვთქვი და გავაკეთე. ბოლომდე რა ის 2 დღე ალბათ რაღაცას იზამდა. ესე ვფიქრობ ეხა რა, მაინც რაღაც იქნებოდა და ეს დღეს მეხმარება იმაში რომ თვით ეფექტურობა რა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და უნარია ადამიანის რომ სიფხიზლე შეინარჩუნოს, რომ ანუ ვიცი რომ შემიძლია და ეს ხანდახან თავი რომ რაღაცას გეტყვის რომ არ შეგიძლია და უპირისპირებ რომ აი ამხელა რაღაცა შეძელი და გიორგი ძალიან მაინტერესებს აი ეხლა როცა გაქვს უკვე შენ შეხება უკვე დამოკიდე ეხლა ვინც გამოჯანმრთელებაში იმ ადამიანთან ეს შენთვის სადღაც არ ვიცი როგორ დავსვა კითხვა სწორად ტრიგერი ან რაღაც მომენტში მაინც გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი ან ტკივილის მომგვრელი გახსენებდეს რაღაცა იმ მძიმე პერიოდს თუ არა დისტანცირებას ახერხებ ისე რომ ნახეთ აი მე ძალიან ეს ექიმობა რომ მინდოდა რომ ჩამოვიდე რეაბილიტაციიდან პირდაპირ გადავწყვიტე რომ იქ კონსულტანტის უყურებდი მეთქი რაღა კარდიოლოგობა მინდოდა რაღა გულით ავადმყოფების ექიმი იყო ჩემნაირ ადამიანებს დავეხმარები მეთქი ეს მედიცინასთან სამედიცინო სფეროსთან არ ხოსა და ეს გადავწყვიტე რომ რაღაც მიზანი დავისახე რომ რაღაც პროფესიულად დამიკავშირებინა და მალევე 8 თვის სიფხიზლე მქონდა რომ იქ დაუკავშირდი და ვთხოვე რომ აი სტაჟირებას თუ გაქვთ რაღაც ესეთი გავივლით და დავიწყე სტაჟირება ჩემო ხელმძღვანელმა მითხრა რომ 3 თვეო იარეო ესე სადაც რეაბილიტაცია გავიარე და 3 თვე ბოლომდე არ იყო მიყვანილი რომ მე მომივიდა აი ეს ჩავარდ წაცდენა ერთდღიანი მოხმარება და წინასწარ გამოვფრთხილის რომ პირველ ადგილზე ყოველთვის ნებისმიერ მარტო აქ კი არა ნებისმიერ ცხოვრებულ საკითხში საწყის ეტაპზე კი არა სულ იმიტომ რომ ეს ქრონიკული დაავადება დააყენე გამოჯანმრთელება ანუ თუ რაღაცა საფრთხეს იგრძნობ ემოციური გადატვირთვას იგრძნობ ხვდები რომ მძიმდები ან შენი მდგომარეობა მძიმდება ამის თქვი გააზიარე მაგრამ ეს მოუმზადებელი რო ხარ ადამიანი აი ეს ეიფორიაში ვიყავ აი ეს არის გამოჯანმრთელება რომ მინდა რომ აუ ეს რა დამემართა რა მაგარი ეს თუ მე დამემართა სხვასაც დაემართა მოდი ეხა გადავარჩინო ადამიანები ცოტა აი არასწორი წარმოდგენა მქონდა რომ ეხა მე მინდა რომ ეს ყველას გადავცი ხო აი ამ ეიფორიიდან უყურებდი არა და ამისთვის არ ვარ ემოციურად მზად იმიტომ რომ იქ რაღაც წამლებთან შეხება მომიწია ხო რაღაც კონსულტანტს აბარია რომ რაღაც წამლები გადაუნაწილოს რაღაც ხრივ რა ის ის დაფასოებული ეს რაღაც ტრიგერია უკვე ხო იქ მე 2 თვე რო უკვე სტაჟირებას გავდიოდი ეხა როგორ თქვა მე რომ მოხმარება მომინდა ესენი სამსახურს ესეთი აზრები უკვე ესარეჯანსაღი ხელი შემშლელი აზრები და გავიწყდება რომ აქ შენი გამოჯანმრთელება იმიტომ რომ შენ თუ სიფრიზლე არ შეინარჩუნე ჯერ ამ პროფესიას ხო ვერ გააკეთე და მე ისედაც სხვა პროფესიაშიც მე დარწმუნებული ვარ რომ ხო ვერ გაართმევ თავს და ეს მომენტი იყო და ესეთი მაგრამ აღიარე მე თქვი ეს უთხარი ზოგადად ჩავარდნა რომ მომივიდა იმ დღესვე ხო ვაღიარე ოჯახის წევრებს გავაგებინე პირველ რიგში ხო ესეც ძალიან ესეთი გამოცდილება იყო რომ
ჩავარდა მომივიდა, მაგრამ ვიზახი რომ სიფხიზლის გემო გაგებული მქონდა. ანუ სიფხიზლის კარგი მხარე, აი სასიამოვნო მხარე, აი შეხებული ვიყავ. ეხლაც აღდგენა გამოჯანმრთელი, იმიტომ რომ ეს ან გრძელვადიანი პროცესია ეხლა რამდენი ხანია რაც სიფხიზლე? მას მერე 2 წელი 1 თვე და რამდენი 7 დღე? კი ბატონო, გილოცა. ხო. 3 წლის წინ ვიყავი ბენეფიციარი რა გამოსავლისა. 1 წლის თავზე მოხდა ეს 11 არც შემისვა 11 თვე იყო რომ ეს ჩავარდეს 1 წლის თავზე ხო? ესეც ამბობენ რომ რაღაცას 1 წელი ის ზოგადად კრიზის, აი რაღაცა კრიზისული ისინი არის, ხო ტყუილა არ არის 3 თვე, 6 თვე, 1 წელი, ხო, რაღაცა ისეთი ისინი. ამას თავის ბიოლოგიური მხარე აქვს, რომ აი თავის ტვინში რაღაც აღდგენის პროცესები როგორია, ეს ახალი კავშირები, თავის ფსიქოლოგიური მხარე, რომ რაღაცა ესე 4 სეზონია მაგალითად 1 წელიწადში, ხო, იქ გაზაფხულს თავისი ტრიგერები, თავისი ისინი აქ არის. ყველა სეზონი და გაიარო სიფხიზლეში. ხო და რაღაც ესეთ კრიზისული ისინი აქვს და ნუ ეგ იყო, რომ უბრალოდ იმდენად შემეშინდა ძველი ჩემი თავის ამ მოხმარებაში რომ დავინახე, რომ ხო ვითხოვე ეგრევე იმ დღესვე დახმარება, ანუ აღარ მომინდა ამის გაგრძელება. გამომივიდა საბედნიეროდ ისევ ამ ადამიანების მხარდაჭერით და ნაი რაღაც ჯგუფებზე სიარულით, რაც 12 ნაბიჯის პროგრამა არის და არის უფასოთი დახმარების ჯგუფები და ნუ მას მერე კი გავიდა. მე უკვე მომზადებული მივედი. არ დავნებდი, მოკლედ, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა ამ პროფესიის დაუფლება. სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე და ჩავაბარე, ვეძებდი აი სად შეიძლება და პროფესიულად შემესწავლა რა. ერთია რომ კი ჩვენ რაღაცა ლიტერატურა გვაქვს გამოსავალს გარკვეული, მაგრამ მაინც რაღაც ცოტა სეერმისეულად მინდოდა ეს და აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტი ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა. ოღონდ და ეს ჩემი დიპლომი საშუალებას მაძლევდა რომ მან ჩამებარებინა და ჩავაბარე. 100%-იანი გრანტით. რაღაცა ისეს დავისახე ხო, ამას არ დაუკარგავ ჩემ თავს და რაღაც ის comeback გამომივიდა და ხო, ამასობაში თვითონ გამოსავლის თანამშრომლებს ნახეს მზაობა და მეც უკვე გამოცდილი ვიყავ იმ ხრივ რომ რამე პრობლემა რომ ეხას რომ დავინახო ჩემი სიფხიზლე და გამოჯანმრთელება მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ჩემთვის და პრიორიტეტად ხო და ისიც რომ ეს ნახეთ კიდე აი კონსულტანტები რას ისწავლიან იცი? თავიდან გაქ შეგრძნება რომ ამით ძალიან დაეხმარები შენ თავს, მაგრამ ეგრეც არ არის. ერთი ვიტყვი რომ თვითონ ეს გუნდი სადაც მუშაობ ბევრი ხო აი ეს გამოჯანმრთელებაში მყოფი ადამიანია და რაღაც ისეთი ჯანსაღი გარემოა ჩემთვის და ჯანსაღი სოციუმი, მაგრამ თვითონ სამსახური ემოციურად არის რთული. ბევრი აი ეს თვითონ დაავადება ისიც რომ რაღაც არ გამოირჩევა დიდი გამოჯანმრთელების ინდექსი, ხო აი პროცენტობა არ მოდის პირიქით. მოხმარებაში დაბრუნება და სამწუხაროდ მინახავს რაღაც ამ 3 წლის განმავლობაში ვისაერთადაც მოვდივარ, რომ რაღაც გარდაიცვალნენ კიდევაც, ხო ამ დაავადებები და ისედაც ხო, იმის შედეგებიც კი და ეს ძალიან რთულია და თუ ჯანმრთელდები ამ პროფესიის გარეშე, ამ პროფესიაში თუ შენ იწყებ მუშაობას, ჩემი აზრით და ასეც მითხრეს და დავწმუნდი, კიდე უფრო ორმაგად უნდა ჯანმრთელდებოდი. იმიტომ ნახეთ როგორი პროფესია, ამას წინათ აი ვინც ახლა სკოლაში უზიარებდი, რომ ერთია რომ ხარ მაგალითად რაღაცა არ ვიცი ორგანიზაციაში მენეჯერი და არ ვიცი სახში იჩხუბე გაბრაზდი რაღაცა პრობლემა აქვს ოჯახში და მოხვედი სამსახურში და შეიძლება იმ დღეს ამან დიდი ეფექტი იქ არ მოახდინოს, ანუ შენი საქმე გააკეთო. მაგრამ აქ ეს მოგაქვს. ანუ იქ ადამიანს ეხმარება, ანუ ძალიან გულწრფელობაზე. შენი ემოციები, ჰიგიენა ყოველთვის ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია აქ და ხო არის რომ ასე რომ არ არის ძალიან დიდი თვითდისციპლინა. ის რომ ამით შენ ისევ ჯანმრთელდები უკვე როცა სამსახურზე ხელფასი პასუხისმგებლობა ეს ამას ესე არ ნიშნავს თქვათ რა. თუმცა ერთს აღნიშნავ რომ გარემო ჩვენთვის ძალიან დამხმარე და მისაღებია რა. კი ბატონო, მადლობა გიორგი და აი დასასრულისკენ რომ წავიდეთ, აი რას ეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა არიან მოხმარებაში უკვე იწვნიეს ის სიმძიმე ამ მოხმარების, მაგრამ აი ბოლომდე თითქოს აი ბოლომდე ფსკერსაც ვერ გრძნობენ, ვერ წყვეტენ რა ქნან და როგორ. აი ყველაზე მეტად რას ეტყოდი, რა იქნებოდა მათთვის სამოტივაციო, რომ გადადგან ეს ნაბიჯი და ცადონ ითხოვონ დახმარება და მოვიდნენ გამოსავალში და თუნდაც დაიწყონ ეს პროცესი. აი ეს არაერთხელ უკითხავთ
ეს შეკითხვა ხო და სულ ვიბნევი გულწრფელად ვიტყვი, იმიტომ რომ არ ვიცი ესე ერთი ფორმულა რაც შეიძლება აი შენზე ყველაზე მეტად გასაგებია რამაც იმოქმედა. ხო ან შენ თავს რა ვიტყვი რომ აი შეუგნები მე ხოლმე ვიტყვი რომ როცა მეგონა რომ ყველაფერი ინგრეოდა ჩემს ცხოვრებაში და მართლაც ესე იყო შიგნითაც და გარეთაც თურმე ეგ მომენტი ყოფილა ცვლილების დაწყების მომენტი, ხო? და გვიანი არასდროს არ არის და არც ადრე არასდროს არ არის ამ დამოკიდებულების. რაც რო ადრე დაიწყებს ჯობია. ამის პრეცედენტი იყო თანამედროვე რეაბილიტაციაში. რო აი უბრალოდ ამ დროს აი შანსი მისცე. საკუთარ თავს მისცეს საადოს არ ვიცი დაიჯეროს. ძალიან რთულია ხო მაგას ვიზახი რა. ეს აი ზუსტად მე თვითონ ჩემი შესწავლის ობიექტიც არის მეთქი, მაგრამ ვერც ვერავინ ვერ ეკითხვის ზუსტად ის პროცესი რა ხდება ადამიანში, რომელიც აი ადგება და დაიწყებს სრულებას. ხო ეს კონკრეტული ინტერესები არ არსებობს რა. ყველას თავისი ხო? უბრალოდ მისცენ შანსი რაღაცა შანსი და ნახავენ რა ბოლო იმუშავებს. ხო, სტადღირს ხო. რაღაც სხვა გზის ძებნას მაინც დაიწყებს ხო მომავალში ეს ადამიანი. და აუცილებლად ხდის და ეს ეიფორიაც რატომ მოყვება ხო ეს გამოჯანმრთელების ხო ეს ფენომენი. იმდენად ამ ადამიანებისთვის და ჩემთვისაც ეს იყო წარმოუდგენელი. აი ვიტყვი უწევთ წარმოუდგენელი ჩემი თავი თუ ოდეს ფიზიკი და თან ფიზიკი და გახარებული ან რაღაც ბედნიერი ის უნარიანი მოდი მაგრამ ბედნიერებას თავდა ბედნიერის ამასობაში თქვი ბედნიერის ნამდვილად რომ არ ვიცი ეს იყო წარმოუდგენელი რა როგორი წარმოუდგენელი რომ ამ წამს ბარსი წავიდა რო წარმოუდგენელი ვერ უშვებდა შენი გონება ამ მოცემულს და ეს რომ მოხდა ეს რომ ხდება ამ ადამიანების ცხოვრებაში ეს იწვევს ეიფორიას ვაუ ხიზელი ვატყა გავაზია აი ეს მაგიტო ხდება ხო რაღაცა ის კიდე რომ ყველა გადაარჩინა ესე იგი შესაძლებელია რა და ამას მარტო მე არ ვიცი ხან ის თითოეული ადამიანი ვინც თავის თავზე იკემებს ამ გამოჯანმრთელების რაღაც საჩუქრს და რაც არაერთი არის და სადაც და მიეცით ძალიან დიდი მადლობა გიორგი მე უნდა გითხრა ჩემის მხრივ რომ თავისთავად შენი მაგალითი არის ძალიან შთამაგონებელი და მადლობა იმისთვის რომ შენი ასე ვთქვათ кейსი პირადი ამბავი გამოიტანე სააშკაროზე ემსახურები ახლა სხვა ადამიანებს და ეხმარები მათ და ნამდვილად კონკრეტული მაგალითები ყველაზე შთამაგონებელია, ყველაზე მეტი მოტივაციის მომცემია, ყველაზე შეუძლებელ სცენარსაც გაფიქრებინებს, რომ ეს შესაძლებელია და დაგაშვებინებს თავში, იმიტომ რომ ცოცხალი მაგალითი გაქვს თვალწინ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. და ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემატიკას და ძალიან სიღრმისეულად გავშლით ამ თემას. თქვენ გექნებათ საშუალება, რომ ჩემი YouTube არხის, ირინა ტორონჯაძე YouTube არხის კომენტარების ველში დატოვოთ კითხვები, საკითხები, დაუშვათ რა გაინტერესებს, რისი გაშლა გინდათ უფრო მეტად დაუშვათ კონკრეტული კითხვები კონკრეტულ სტუმრებთან ან ზოგადად რა გაინტერესებთ და აუცილებლად ვეცდები, რომ თითოეულ თქვენგანს უპასუხოთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ჩვენ კვლავ შევხვდებით.